გუშინ 3 ფოტო დავდე ჩემს აკაუნტზე, რომელიც ძირითადად საღლაბუცოდ მაქვს, რომლებზეც ოცნების შედარებით ახალი სახეები, მაჭავარიანი, ვინმე ჭეიშვილი და სამხარაძე. რომლებმაც ჩემი დაკვირვებით ჩაანაცვლეს ოხანაშვილი, მათიკაშვილი და თალაკვაძე. ამბობენ, რომ მზად არიან ევროკავშირთან დავსვდე და ვილაპარაკოთ. მე კი ვიღლაბუცე ამ განცხადებას, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა მომწერა, რა ხდება, თუ ლაგდებიანო. მე პლუს კიდე რამდენიმე კომენტარიც ვნახე. როცა დავამიგდო რაღაც კომენტარები, ცოტას დავიცადოთ, ნახეთ უკრაინა რუსეთს დედას უტირებს და მე ნახე ამათი კნავილი და მუხლებზე დგომა დასავლეთის წინაშეო და ასე შემდეგ. ამაზე მინდა ორი სიტყვის თქმა, ჯერ ეს სიტყვა დალაგება არ ვიცი ვინ მოიგონა თავის დროზე, არ დავკვირვები ვარ, მაგრამ ერთი რაც ნაგას გავაკეთოთ არის უნდა მოვრჩეთ ამ რაღაცა მუდმივ შიში ცხოვრებას, ვაიმე ბიძინა ლაგდება ამერიკასთან, ვაიმე ბიძინა ლაგდება ევროპასთან, რამდენი ოცნების რომელიღაცა ტიპი სადღაც კორიდორში ვიღაც ევროპას გამოიჭერს და ხერხს ჩამოართვევს, ან რამდენი საქართველოში ჩამოვა ამერიკიდან რაღაცა დელეგაცია რო ამბავი მოიკითხოს. ყოველ ჯერზე ხوار შეიძლება რაღაცა კრუნჩხებში ვარდებოდეთ, ვაიმე ლაგდებიან და ჯერ ერთი ამ დალაგებას აქვს წინაპირობები ამერიკის მხრიდანაც და ევროპის მხრიდანაც და იმ წინაპირობებს თუ შეესრულებენ და ამ ქვეყანაში დემოკრატია თუ დაბრუნდება რავი დალაგდნენ რა საბოლოო ჯამში ეს ქვეყნის კარგი იქნება დალაგება ნიშნავს რომ ეგენი ხელისუფლებიდან წავლენ სიგიჟია მოკლედ ამის თქვა მინდა ეს პანიკა ამაზე რომ რა ყოველ ჯერზე რომ ვაიმე ლაგდებიან მე ამ რაღაცა სამი პაიკის ერთი შინაარსის განცხადება ხო გასაგებია რომ რაღაცა ის არის მესეჯ ბოქსი ამ ჩაუგდეს დილით უთხრეს რომ დღეს ამას ამბობთ და დამსკრივდნენ და გაიმეორეს სამივე ანუ ეს მესეჯი რომ მზად ვართ ლაპარაკისთვის ჯერ ერთი ოცნებიდან პირველად არ გაუჟღერებიათ აქამდეც ბევრჯერ ვთქვამთ პუტინიც იძახის ხოლმე ზელენსკისთან ლაპარაკისთვის მზად ვარ ოღონდ მე ამას აყოლებს ისეთ დათქმებს რომლებიც გამორიცხავს ყველანაირ ლაპარაკს იგივე ხდება აქაც ანუ ლაპარაკი თუ უნდათ იციან რა არის გასაკეთებელი ანუ 100 ჯერ უთხრეს ცალკე ევროპიდან ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან ცალკე უთხრეს ამერიკიდან არაერთხელ და არც უკრაინაში რუსეთის ჩაჯმა არაფერ შუაში არის აქ თავს მოიტყუებთ რომ რაღაცა ახლა შეშინდნენ და მუხლებზე დადგნენ და ასე შემდეგ არაფერი ეგეთი არ ხდება ეს მესეჯი ახლა დღეს რომ მზად ვართ ლაპარაკის და სასაუბროდ არის უბრალოდ სუნდრუკი არის იციან რომ საფრთხე ემუქრება შენგენის ზონასთან უვიზოს და ცდილობენ საკუთარ მრევლს დაანახონ თითქოს რაღაცა საკეთებენ იმისათვის რომ ეს უვიზო არ დავკარგოთ და სავარაუდოდ ასე იცუნდრუკებენ წლის ბოლომდე მე თუ დავკარგეთ რისი შანსიც არის თუმცა იმედია რომ მაინც ევროპა წავა პერსონალური სანქციების გზით და არ წაგვართმევს ვიზოს მე იტყვიან აგერ მთელი წელი ყველაფერი ვიცადეთ რომ არ წაერთმია ბრიუსელს უვიზო რაღაცა ლაპარაკი შევთავაზეთ ის ქელით მაგრამ რა ვქნათ ჩატლახები არიან ბრიუსელში და მაინც წაგვართვესო აბა იმაზე სუვერენიტეტზე ხო არ ვიტყოდით უარსო დაახლოებით აი რაღაც ესეთ ჩინარშის ამბავი ექნებათ მე ესაა მთელი ამბავი ან მეტი არაფერი და ტყუილად ეძებთ რაღაც ამ ტექსტების უკან რაღაცა ძირეუცვლილებებს ოცნების საგარეო პოლიტიკაში ან მით უმეტეს რაღაცა ევროპასთან დალაგების თელობას ხო ამის თქმა მინდოდა ძლივს მოკლე ვიდეო გამომივიდა მგონი და პლუს არც ვიარე აქეთ იქით